გამარჯობა პოზიტივის საინფორმაციო სამსახური იწყებს თქვენთვის მუშაობას ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნობთ. უხვინალექით წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხრელად თბილსერვის ჯგუფისა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ ვითარებაზე თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახაკალაძის განცხადებით, ამ დროისთვის დედაქალაქის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობასთან დაკავშირებით ყველა შეფერხება აღმოფხრილია. გრძელდება კონკრეტულ ლოკაციებზე გაწმენდითი სამუშაოები. მოქალაქეებისთვის ამ დრომდე მოქმედებს ცხელი ხაზი. უშინდელმა ძლიერმა ნალექმა შეგვიქმნა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით სამუშაოებში, მთელი ღამე მუშაობდა, ხელი ხაზი დღემდე მუშაობს და ნებისმიერ შემოსულ ზარს ჩვენ პასუხობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ, იმიტომ რომ დაიტბორა სარდაფები, ეზოებში შეექმნა პრობლემები, იყო გარკვეული მომართვიანობა სხვადასხვა რაიონებში და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას დავეხმარებით და ყველას გვერდით დაუდგებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში. ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა უხვინალექის შედეგად რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა. თბილისის მერიისა და თბილსერვის ჯგუფის შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დედაქალაქის მერი სალიკვიდაციო სამუშაოებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე პირადად გაეცნო. წვიმამ შექმნა გარკვეული პრობლემები კონკრეტულ მონაკვეთებზე, სადაც ქვიშა და მიწის ნაწილი არის ჩამოტანილი ყველგან 10-ვე რაიონში თბილისში მობილიზებული არიან ჩვენი თანამშრომლები, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე სპეციალიზებული ტექნიკა. ამ ეტაპზე მუშაობთ სანაპიროზე ორივე მიმართულებით, ყველა ცხადათუზე, ყველა პრობლემა ლოკალიზებულია. უხვინალექიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისში მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩართულია შეტყობინებების რეაგირებაზე, მოქალაქეების დახმარებაზე, ასევე კოორდინირებულად მუშაობთ ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურებთან. 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც უშუალოდ გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით დაიწყება, სრულად განახლდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. შეიცვლება გზის საფარი და განათების სისტემა. განახლებული რუსთაველის გამზირი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. დედაქალაქის მთავარი გამზირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთულია, სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გადაიქნება. სამუშაოები 23 ივლისს დაიწყება. ხამე დავიწყებთ 12 საათზე რა დროიდანაც რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ-ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვემოთ არსებული კომუნიკაციების განახლება, მთლიანად ახალი პროექტი გაკეთდება და მოწესრიგებული იქნება ეს ყველაფერი, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზომარაგების ცენტრალური სისტემები, ასევე საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები, ურნებით. ამასთანავე მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები, თავისი LED სისტემებით.
თელავში დამბების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის ახმეტის ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა მდინარე თელავის ხევზე მდებარე სამივე დამბა და ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. 12 ივლისს თელავში მომხდარი სტიქიის შედეგად თელავის ხევზე მდებარე სელური ნაკადის მიმღები ნაგებობა მერქნისგან და სხვა ნატანი მასალისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დარგობრივი სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დამბის მოვლა შენახვისთვის საჭირო ღონისძიებები დაიგეგმება. ფაქტობრივად კალაპოტი უკვე თავის საწყის ნიშნულზე არის დაბრუნებული, მაგრამ სამუშაოები გაგრძელდება, იმიტომ რომ თვითონ ამ დამბებს სჭირდება შემდგომი რეაბილიტაცია, ამ დამბებმა მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა, ამიტომ ამ სამუშაოებს კიდე რაღაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. ეხლა საინჟინრო ჯგუფი იწყებს უკვე მუშაობას, რომელიც დამბების რეკონსტრუქცია, გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით გააკეთებს დასკვნას და უკვე გადავალთ დამბების მოწესრიგების საკითხზე. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გაიწმინდა მისასვლელი გზა. შესაბამისად, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეთავისუფლებინა ხერხეულიძის დამბები მერქნისგან, ნატანი მასისგან, კეთდება დროებითი ნაპირსამაგრის სამუშაოები გრძელდება უწყვეტ რეჟიმში. ლენტეხში სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ადგილზე არსებულ ვითარებას გაიცნობიან. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კი დილიდან აქტიურად განახლდა. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, იწმინდება ცენტრალური საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის გარე სამყაროს არც ერთი სოფელი აღარ არის მოწყვეტილი. სოფელ საყდართან მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაიცნენ. ადგილზე ჩამოსული არიან გეოლოგების ჯგუფები, დღეს დაიწყებენ სამუშაოებს, შეისწავლიან იმ კერებს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენთან ადგილზე იმყოფება გუბერნატორის მოადგილე, მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უხვმანატანმა პრობლემა შექმნა ჩოლშურის ხიდზე, სადაც მდინარის გატარება შეაფერხა და შესაბამისად რთული მდგომარეობა იყო ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. შიდა სასოფლო გზების მიმართულებით ყველა სოფელში გზა გავლადი და გამტარია. ამ ეტაპზე პრობლემა რჩება სოფელ დურაში სასმელიწყლის მიმართულებით, რომელსაც დღეს ბოლომდე მოვაგვარეთ. საქართველოს კეთილდღეობის 13 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. შედეგები ანალიტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. ჩვენმა ქვეყანამ შეფასების 100%-იანი სისტემით 78.2% დაიმსახურა და 2012 წლის შემდეგ პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა. კეთილდღეობის შეფასების დონე კი 8.6 პუნქტით განისაზღვრა. კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა არჩევნები, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით 77.3% დააფიქსირა, შემდეგ მოდის სამოქალაქო თავისუფლებები 75.2%-ით. გარდა ამისა, უმცირესობათა ინტერესების დაცვის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 39 ადგილზე გამწესდა.
სასტუმრო აგარანი სტეიტის ტერიტორიაზე ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მას ბრალისისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის პირველი ნაწილი წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყება დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 5,000 ლარიან გირაოს ითხოვს. ცნობისთვის ინციდენტი 18 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ერთ-ერთ ტურისტ ფიზიკური დაზიანება მიაყენა. რუსთავში ავარიული საცხოვრებლების გამაგრება, რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სპორტის ნომერ მეორე საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია ავთენტურობის შენარჩუნებით ხდება. ფასადის განახლების გარდა გათვალისწინებულია გადახურვა მეტალპლასმასის კარფანჯრების და დეკორატიული აივნების მოწყობა. პარალელურად დაწყებულია ძველი რუსთავის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც 12 სხვადასხვა ქუჩაზე არსებული 100 საცხოვრებელი შენობის რესტავრაციას და 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. ძველი რუსთავის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან სპორტის 2-ის პროექტი უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და ისტორიული შენობაა ჩვენი ქალაქისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას რამდენიმე მისამართზე. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად კი ხორციელდება უპრეცედენტო პროექტი, რომელიც სწორედ ძველი რუსთავის აღდგენას, რესტავრაციას, ავთენტური იერსახის შენარჩუნებას გულისხმობს. რუსთავის მასშტაბით ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება, რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა რამდენიმე ქუჩაზე. აქტიურ ფაზაშია ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც 100 საცხოვრებელი შენობის რესტავრაციას და მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. ახალციხის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და პირველ მოადგილესთან ერთად ამარაშვილის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. რეკრეაციული სივრცის მოწყობა მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გავეცანით თამარაშვილის ქუჩაზე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მნიშვნელოვანია ახალი რეკრეაციული სივრცეები ჩვენს ქალაქში და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, რაჭა-ლეჩხუმ ქვემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე ტიპის სადგურის გახსნას დაესწრო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ობიექტი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. გადამტვირთავ სადგურზე შესული ნარჩენები სპეციალურ კონტეინერებში განთავსდება, რომელსაც შემდგომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაგავს საყრელზე გაიტანენ. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია აგრძელებს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას. დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ახალი ნარჩენების გადამტვირთავი სადგური. დაიხურება ძველი ნაგავსაყრელი. ეს მოემსახურება ორ მუნიციპალიტეტს, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტს, რაც საბოლოო ჯამში გამოაჯობესებს როგორც მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ისე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამბროლაურში გაიხსნა ახალი გადამტვირთავი სადგური, რომელიც შედგება 5 უჯრედისაგან. იგი მოემსახურება ორ მუნიციპალიტეტს, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს. შესაბამისად დაიხურება ძველი არსებული ნაგავსაყრელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსთვის. პროექტის მიხედვით განხორციელდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ასევე ძველი ნაგავსაყრელის კონსერვაციისა და დახურვის სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ბანაკში მონაწილე სოფელ ფერიაში მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზ და აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდების მსოფლიო პატრიარქმა უმასპინძლა. ბართოლომეოს პირველმა დევნილი ბავშვები დაალოცა და ჩვენს ქვეყანას გაერთიანება უსურვა. საერთაშორისო ბანაკის პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ მსოფლიო საპატრიარქოს თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით უკვე მეხუთე წელია
ინფორმაცია ხორციელდება. შევხვდით სოფლიო პატრიარქს, განსაკუთრებით სიყვარული და განსაკუთრებული ლოცვა კურთხევით მოეფერა ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ დევნილ ბავშვებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა წლების განმავლობაში მიმდინარე პროექტის კიდევ უფრო გავრცელება და გაფართოება და სოფლიო საპატრიარქოს დახმარება და მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უწმინდესმა ბართლომეოსმა დალოცა ჩვენი ახალგაზრდები და გვისურვა მალე გაერთიანება ჩვენი ქვეყნის. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი და ასევე აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ბავშვები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სოფლიო საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ბანაკში. რაც უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების განვითარებისათვის, მათი საფუძველობის თვალსაჩინოს გაფართოებისათვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ შეხვედრაში მქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. აი ეს ბანაკი ზუსტად სოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით ხორციელდება სტამბულში, ხოლო მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტში ჩვენი მონაწილეობისთვის აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ და დევნილთა სამინისტროს და რა თქმა უნდა აჭარის მთავრობას. გარემოს დაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებისთვის ერთთვიანი ლექცია სემინარების კურსი გაიმართა. სასწავლო პროგრამის მიზანს გარემოს დაცვითი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და მისი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. პროგრამა ასევე მოიცავდა ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს, საქართველოს წითელ ნუსხასა და წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვის მნიშვნელობას. გარემოს დაცვის ცნობიერება და განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია თანამედროვე საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს საპატრიარქოს თანაარსებული პროფესიული კოლეჯის თანამშრომლობა. თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება ლექცია სემინარები, რომლის მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიური გამოწვევების სიღრმისეული გააზრება. კოლეჯის სტუდენტებს ჩაუტარდათ გარემოს დაცვითი მიმართულებით ტრენინგების სხვადასხვა სესია. ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს ბიომრავალფეროვნება და საქართველოს წითელი ნუსხა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარემოს დაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი დალი უშგულში სვანური ტრადიციული ფოლკლორით გაიხსნა. მაღალმთიანი რეგიონი მსოფლიო კინემატოგრაფისტებს წელს უკვე მეექვსედ მასმიძლობს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვს საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურისა და პროფესიონალების წინაშე წარადგინონ. პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს ინდივიდუალურ შეხვედრებსა და მასტერკლასებს წამყვანი კინემატოგრაფისტების მონაწილეობით. კინოფესტივალი 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 26 ივლის გრანდიოზული ტახურის ცერემონიით დასრულდება. ძალიან კარგი 5 წელი ჩავატარეთ მესტიაში და უკვე მე-6 წელს გადმოვინაცვლეთ უშგულში. რაც შეეხება წლევანდელი წელი, გამოირჩევა მრავალფეროვნებით, როგორც ფილმებით, ისე სტუმრებით და რეკორდული მაჩვენებელი სტუმრები ყავს წელს სხვა წლებთან შედარებით. ყველაზე ბევრი სტუმარი მოვიწვიეთ, დაახლოებით 30 საერთაშორისო სტუმარი ყავს. ორჯერ მეტი ქართველი, გარდა ამისა უამრავი ქართველი ჩამოვიდა ფესტივალისთვის და უშგულში არ არის უკვე ადგილები, ძალიან ბევრი ჩამოვიდა, მიხარია რომ ესეთი დიდი ინტერესია ფესტივალზე. ეს ფესტივალი ყოველთვის იზიდავდა ძალიან სერიოზულ სტუმრებს უცხოეთიდან, ქართველების თავისთავად, მაგრამ უცხოეთიდან პირველ რიგში იმით რომ სვანეთის ფაქტორი ძალიან მუშაობდა რა, იმიტომ რომ სვანეთი რაღაცა საქართველოზე ზოგადად ძალიან პოპულარულია და სვანეთი განსაკუთრებით ყოველ ძალიან ბევრი ადამიანი მეიცის და თქვა აი კინემატოგრაფისტებზე კინოში მუშაობს რაღაც სვანეთი იყო დამატებითი ხიბლი და უშგულში გამოვიდა ეს ხიბლი მეჩევეს გაძლიერდა. ასეთი იყო ახალი ამბები პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.